ირანში ოპერაციას ისე შევხედოთ და ისე ჩავშალოთ, როგორც ამას სავარაუდოდ ამერიკის დაზვერვა იზამდა ოპერაციის დაწყების წინ. რევოლუციამდე ამერიკულიც და საბჭოთა დაზვერვაც არის უფრო მეტად მიმართული შაჰისა და აი ამ მემარცხენე ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე. ანუ რეალურად მათ დაზვერვებს გამოეპარათ ის ხომეინის ეს ფართო კამპანია. რევოლუციონერები, როდესაც მოვიდნენ მთავრობაში, შეძლეს თუ არა ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მათი გადმოსახედიდან საბოლოო ჯამში 1979 წელს რაც მოხდა, იმის გამეორების შანსებს მინიმუმამდე წევდა. როდესაც თქვა საუბრობენ, აი თუკი რეჟიმი დაემხობა, მაგალითად გუშაგები გადაიბარებენ ხელისუფლებას, ანუ გუშაგები არიან რეჟიმი თვითონ. არის რეალური მხარდაჭერა შაჰის მიმართ, თუ ეს არის სიტუაციური მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ რაღაც წინააღმდეგობის სიმბოლო არის საჭირო, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს. პირველი ჯგუფი, რომელიც აუჯანყდა ისლამურ რესპუბლიკას, სწორედ ქურთები იყვნენ და პირველი ესე ვთქვათ, ჩაგები სწორედ ქურთების ჯანყების ჩახშობაში მოინათლნენ. ამ ძალისთვის გადარჩენა არის მოგება.